არის ორგანიზმში მავნე უჯრედების უკონტროლო გავრცელება, დაავადება, რომელსაც უამრავი ადამიანის სიცოცხლე ეწირება. ეს არის კიბო, დიაგნოზი, რომლისაც გვეშინია. კიბოს წარმოშობის მიზეზები სხვადასხვაა. მისი განვითარებისთვის აუცილებელი პირობა კი უჯრედის გენეტიკური კოდის, ანუ დნმ-ის ისეთი ცვლილებაა, რომელიც უჯრედს უკონტროლოდ გამრავლებას აიძულებს. ეს იმას ნიშნავს, რომ ყოველგვარი სიმსივნური ქსოვილი ადამიანის უჯრედებისგან წარმოიქმნება. ამასთანავე გადაგვარებული უჯრედები ზოგჯერ ინარჩუნებენ პირვანდელ ნიშნებს, ზოგჯერ კი სრულიად კარგავენ მას. მეორე პირობა იმუნური სისტემის დაზიანებაა. არსებობს ისეთი სიმსივნეებიც, რომელთა აღმოცენებაც ჰორმონთა დონის მატებაზეა დამოკიდებული. მსოფლიოში წლის განმავლობაში კიბოს 14 მილიონი ახალი დიაგნოზი ისმება და 8.200.000 ადამიანის დაღუპვის ფაქტი აღირიცხება. მომავალი 20 წლის განმავლობაში დიაგნოზების რაოდენობა დაახლოებით 70%-ით გაიზრდება და 22 მილიონს მიაღწევს. სიტუაცია საქართველოშიც მძიმეა. სიმსივნესთან ბრძოლა რთულია და დიდ თანხებთანაა დაკავშირებული. ამასთანავე ეს არის დაავადება, რომლის დასამარცხებლად ფსიქოლოგიურ ფაქტორს დიდი მნიშვნელობა აქვს. სწორედ კიბოთი დაავადებულ ბავშვებსა და მოზარდებს, ასევე მათ მშობლებს ყოვლად უანგაროდ მამა ანდრიას ფონდი ეხმარება. რაც შეეხება თვითონ ბერი ანდრიას ფონდის ფუნქცია ზოგადად ქვეყნის მასშტაბით არის ძალიან დიდი და მინდა გითხრათ, რომ აგიხსნათ რატომ. არსებობს სხვადასხვა ფონდები, რომლებიც დიდ საქმეს აკეთებენ საქართველოში მსგავსი დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლაში, მაგრამ არის განმასხვავებელი რა, რომ ჯერ ბერი ანდრიას ფონდი ყველაზე ადრე დაარსებულია და 5 წლიანი მოღვაწეობის გამოცდილება აქვს. ჯერ კიდევ იმ დროიდან, როცა არც ესეთი ბევრი ფონდი არ არსებობდა და არ ჰქონდათ თქვათ ამ ბავშვებს ესეთი თანადგომა ცნობიერებაშიც სოლიდური სიმსივნე ყოველთვის იგივდებოდა ბავშვთა სიმსივნეები იგივდებოდა ლეიკემიასთან. ეს სახლი ნამდვილად ძალიან საჭიროა და მნიშვნელოვანი არის, უმნიშვნელოვანეს კი ვიტყოდი ესე. თვითონ ბავშვების და ოჯახების მხრივ მესმის ეს მათი მადლიერება, რომ ეგ სახლი აქვთ, მათ არის შინიათ რომ ჩამოდიან, არის შინიათ თუ ბავშვი გართულდება, იციან რომ აქ მიიღებენ მათ. ამ სახლში ყველაფერი არის მათთვის ადაპტირებული და აბსოლუტურად ყველაფერი უფასო არის აქ. ყველა იმ ადამიანს ერთადერთი პირობა რაც არის, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს, ხო? ამ სახლში მოხვედრისთვის ბავშვს უნდა კონდეს სოლიდური სიმსივნე, ალთვისებიანი სოლიდური სიმსივნით დაავადებული. ყველა ბავშვს შეუძლია მოგმართოს, მოვიდეს და აქ მიიღოს ჩვენი დახმარება. როგორც კი მოხვდება ბავშვი ჩვენს კედლებში, ზრუნავთ მათ თქვათ სამედიცინო მომსახურებების ყველანაირი უზრუნველყოთ, რომ მათ ოჯახებსა და მათ ბავშვებს არ დააწვეთ ეს კისერზე და არ კონდეთ ეს ისეთი უსიამოვნო დამოკიდებულება თუნდაც. მეორე ის რომ ჩვენ მოვიძიოთ მათი ყველანაირი სადაწყო იქნება თუ სამკურნალო ხარჯები უცხოეთსა თუ საქართველოში და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება. ეს იქნება დასვენება ზაფხულობით ზღვაზე, მთაში, პლუს ამას იქნება თქვა დაბადების დღის გადახდა ელემენტარული არის, რომ არა აქვს ოჯახებს ამის საშუალება, იმიტომ რომ ჩვენთან სოციალურად დაუცველი ფენებიდან არიან ძირითადად და ვინც უკვე რეგიონიდან უზრუნველყოთ საცხოვრებელი პირობები და რაც მათ სურვილი აქვს ბავშვს. თქვა თქვენ ნახეთ ბავშვები და თქვა რაც დღეს მას გაიღვიძა ბავშვმა და დღეს მას ეს უნდა, რომ რაღაცა გააკეთოს, ასადა წავიდეს, ან რაღაც ცნობილი ადამიანი უნდა ნახოს. რაღაცა რაც მას ოცნება აქვს, ცდილობთ რომ ყველაფერი აუსრულოთ. ნუგზარ მილორავა მომავალში მამა ანდრია 1994 წლის 23 თებერვალს საქართველოს ულამაზეს მხარეში, სვანეთში დაიბადა. ქვეყნისთვის ურთულესი პერიოდი მთებსა და ყინვაში, აფხაზეთიდან დევნილთა შორის მუცლად მყოფმა გამოიარა. მოგვიანებით მშობლები ჩვილ ნუგზართან ერთად ქუთაისში გადავიდნენ საცხოვრებლად. ეკლესიური ცხოვრება 10 წლიდან დაიწყო. 2010 წელს კი 2 თვის განმავლობაში არასწორი მკურნალობის შემდეგ მას უმძიმესი დიაგნოზი დაუსვეს. მერკელის ტიპის უჯრედების ნეიროენდოკრინული კარცინომა. იშვიათი ტიპის დაავადება, რომელიც მხოლოდ ხანდაზმულებში გვხვდება. საქართველოში მსგავსი დიაგნოზით არავინ ყოფილა ამად. ის 8 თვე ლოგინში გაუნძრევლად იწვა, მაგრამ ამ ყველაფერს დიდი მოთმინებით იტანდა. ბიჭი ჯერ სტიქაროსნად, შემდეგ მორჩილად აკურთხეს. 2011 წლის 23 აპრილს კი უწმინდესისა და უნეტარესის კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორეს ლოცვა-კურთხევით მონაზვნად აღკვეცეს და სახელად ანდრია უწოდეს.
მამა ანდრია მუდმივად ლოცულობდა და მაშინ დატოვა ეს ქვეყანა, როდესაც მშობლები დაარწმუნა უფლის სიდიადეში. მათ სწორად ლოცვა ასწავლა. მოამზადა იმისთვის, რომ ერთადერთი შვილის გარდაცვალების შემდეგ სასოწარკვეთილებაში არ ჩავარდნილიყვნენ. 2011 წლის 28 ივლისს მამა ანდრიამ დედას განუცხადა გარდაცვალების მოახლოების შესახებ და სთხოვა სული სამოსვლისთანავე მუხლებზე დამდგარს სამადლობელი ლოცვით თაყვანი ეცა დედა ღვთისმშობლისთვის. გულწრფელი იყო მისი თხოვნა და ზრუნვა ამ ბავშვებს, რომ ჩვენ მას მივეცით სიტყვა ბუთხარით, რომ აუცილებლად ჩვენ არ მივატოვებდით ამ ბავშვებს და ისიც კი გითხრა, რომ რამდენად ხშირად დედა ეს კითხვა დამისვა. აი, რამდენად ხშირად, მითხარი არ ვიცი შენ როგორ ფიქრობ, როგორ უნდა ვიყოთ მეთქი, როგორ უნდა მოვიქცეთ და დედა ხშირად ნიშნავს კვირაში ერთხელ მაინც. აი ესე დაგვიქმნა, ჯერ მოდით ჩემთან და ჩემთან ნიშნავდა, რომ ავდივართ მონასტერში წირვას ვესწრებით და მის საფლავს მოვილოცავთ, მანტო მარტოყელის საფლავს ჯერ რა თქმა უნდა უპირველესად დავესწრებით წირვას, შემდეგ გამოვდივართ მის საფლავთან ვსხდებით და ესეთი არის ჩვენი დილა ერთ-ერთი კვირის. და შემდეგო, ესე იგი, ჩემს მერე მიდით ბავშვებთან. დავიწყეთ ესე. 5 წლის წინ დაიწყო ყველაფერი ესე, კვირაში ერთხელ ბავშვებთან ვიზიტით. შენ გიღებ, მაგრამ მე. არა, შენ გიღებ. შენ. ერთი გზაბნეული დედა ვიყავი, რომელმაც აი მართლა არ ვიცოდი რა გამეკეთებინა. მე კი როდესაც ქიმიებზე იწვა, ყველაფერს ვაკეთებდი მისი ერთი ღიმილისთვისაც კი, რომ თავი ბავშვს ეგრძნო ბედნიერად. არასოდეს მეგის ჩემ თვალზე ცრემლი არ შეუნიშნავს და არ დაუნახია. არ იცოდა მე რა დროს ვტიროდი, რა დროს ნერვიულობდი. ქიმიის დროს ჩვენთვის ყოველი დღე იყო ჩვეულებრივი დღე, რომელიც აი დედაშვილი ვთამაშობდით პალატაში, მღეროდით, შეძლების და გვარად ვცეკვავდით და ეს იმიტომ ვაკეთებდი, რომ იმ დროს მეგი რო ქიმიაზე იყო, მისი ერთი ღიმილი ალბათ ყველაფერს ნიშნავდა ჩემთვის. ჩემი გოგო ამ ფონდში მოესწრო, 4 თვე იყო ამ ფონდის წევრი. იმ 4 თვეში, ესე იგი, თუ რამე სითბო შეეძლო დედა თინათინს რომ გამოეჩინა ჩემი შვილის მიერ. თუ რამე შეეძლო რომ გაეკეთებინა, არასდროს არ იზოგავდა არც თავის დროს, არც ენერგიას. 3 ქიმია მოვასწარეთ ჩვენ მაგ პერიოდში და მე არ მახსოვს რომ რომელიმე ქიმიის ან საბუთზე წავსულ ვიყავი, ან რაღაცაზე მე დამჭირვებოდა გარეთ გასვლა. ერთადერთი ის იყო ქალბატონმა თინათინმა რაც მითხრა, რომ თქვენ შვილის გვერდში იყავითო და მე ყველაფერსო გაგიკეთებდო. მე ხო ვიცი რა ძნელია, ხო როცა შვილი ყავს ესეთ გამოუვალ მდგომარეობაში და შენ უწყური ხარ. მე ამისთან რაღაცას ვიტყოდი. ამ ბავშვებს თუ არ შეხედავს ადამიანი, ისე ვერ გაიგებს ამათ გულის ტკივილს. ალბათ ეს საერთოდ ტკივილი გვაძლიერებს და გვაერთიანებს ყველას ერთად. ვიცოდი რომ უნდა წავსულიყავი გადასხმებზე 5 დღე. მე ეს გადასხმა ჩვეულებრივ გადასხმა გამაძლიერებელი, როგორც რაღაც ვიტამინი, ასეთი რაღაც მეგონა და კაი, წავალ ამ გადასხმებზე რაღაც და როგორც შევედი საავადმყოფოში, ჩემს პალატაში და დამხვდა ასევე ჩვენი ფონდის ბავშვი პაატა ბიწაძე, 21 წლის ბიჭი, რომელიც მკურნალობს ამავე პრობლემაზე და რომ დავინახე რომ არ ქონდა თმა, არ ქონდა წარბები, აი მაშინ იყო ყველაზე ძიმე პერიოდი. ყველა გაიგებს რომ არ არის ამდენად ადვილი, მაშინ როცა იწყება ასეთ ცხოვრებას, ახალ პერიოდს, ძნელი იყო შესაძლებლად, მაგრამ აუჯექი წავიკითხე რაღაცები, პლაცებოს ეფექტი დამეხმარა ძალიან. რომ ადამიანს თავისთავად შეუძლია დააჯეროს რომ ხარ ჯანმრთელი და აუცილებლად გიშველეს ეს ყველაფერი. პირველ რიგში ეს გამომდინარეობს იქიდან თუ რა განწყობით ხვდები ამ ყველაფერს და როგორ შეგიძლია რომ შეებრძოლო და გაუმკლავდე. ეს არის პირველ რიგში ყველაფერი, რაც მე ჩემს საკუთარ თავზე გამოვცადე და ღმერთს მადლობა ძალიან კარგად დამთავრდა და გამოვჯანმრთელდი. ძალიან დიდი მადლობა მინდა მათ უთხრა
ამ ფონდის წევრებს, მამა ნაზარს და ქალბატონ მარინე გიორგობიას, რომელიც ეხმარება მათ და ძალიან გვერდში გვიდგანან, რომ გავიკვლიოთ გზა მკურნალობისკენ, გეზი მოგცემთ სწორი გეზი და ეს სულიერი ტკივილი რაღაცნაირად გადაგვატანიო. ჩვენთვის ყველაზე მთავარი ამ დაავადებასთან ბრძოლაა. ყველაზე დიდი ეს გვჭირდება, რომ ვებრძოლოთ ამ დაავადებას და ამას ძალიან გვერდში დგომა ჭირდება. და ამას გვიკეთებს ზუსტად ეს ფონდი და ეს სახლი. ბერი ანდრიას ფონდის თანადგომა რაც არის ამ ოჯახების მიმართ, აი თუნდაც იმ ბავშვების, რომლებიც ლეტალურად დასრულდა, რომლის მდგომარეობა, აი მათ ოჯახებთანაც კავშირი არ წყდება. აი ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ პირიქით ისინი უფრო დავიახლოვოთ ჩვენ ფონდთან და მათ ფუნქცია არ დაკარგონ საზოგადოებაში. და მათ თქვათ, აი სწორად წარმართონ თავიანთი ცხოვრება მე და ვცდილობთ აი ძალიან ბევრ აი სხვადასხვა დახმარებას უწევს დედა თინათინი ამ ბავშვებს და ამ ოჯახებს და პლუს ამას გარდაცვლილი ბავშვების მშობლებს და ოჯახებსაც. ყველაზე დიდი პრობლემა ამ ეტაპისათვის და ამ წუთისათვის არის, რომ აი სახლის ქირა, რასაც ჩვენ ვიხდით, აი ეს უკვე არა გვაქვს, ანუ მაისისთვის გვაქვს გადახდილი და მაისის მერე არის საშიშროება, რომ ეს სახლი დაიკარგოს. ამიტომ ვამბობ, თუ მეტი იქნება ჩართულობა ადამიანების, ორგანიზაციების, რა თქმა უნდა, შემოწირულობა გაიზრდება და ამ სახლის ფუნქციაც არ დაიკარგება. მე ყველას მინდა ვთხოვო, რომ სიკეთე მამა ანდრიას სიტყვებია ესე, რომ სიკეთე უსასრულოა და ამ სიკეთის კეთებისთვის მთავარი არის, რომ ჩვენ მივიღოთ, გავაცნობიეროთ ამ ოჯახებისა და ბავშვების ტკივილი და ჩვენ არ გვექნება ბევრი პრობლემა. და მე ასევე მინდა ვთხოვო ყველას, რომ გულთან უფრო ახლოს მიიტანოს ეს თემები.